ყველანაირად გამოჩნდა ხო რომ რა არის ჩვენთვის საერთოდ ISO ეს ხო გუში ვფიქრობდი მაგაზე და თუ შეიძლება ერთ-ორ წუთს წაგართმევთ რა კი მე სხვათა შორის თქვენი ძმას მინდოდა მეხსენებოდა ჩვენი ურთიერთობაც ბატონი ლევანის ის იყო შედეგი, იმიტომ ის იყო დაინტერესებული ამ თემით. ის მუზეუმთანაც მოსულა იქ ჩვენთან და კი, ვიცი, რამდენი მნიშვნელოვანი იყო მაგისტრის სამხატის გადაბრძანება, ესეც ვიცი, უბრალოდ მე მინდა ერთი პატარა ვიდეო განახოთ უწმინდესის ვიდეო შემდეგ და მე შემდეგ ვილაპარაკოთ, მე პატარა კომენტარსაც განახებ და ამ ყველაფერზე ვილაპარაკოთ და მე ჩვენ აზრსაც მოგახსენებთ თუ შეიძლება რა გავუშვით ეს ვიდეო რა ძალიან პატარა ვიდეო რამოდენიმე წამიანი მიყვარს ხალხი, ჩემი ხალხი, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ესე იგი წარმოიდგინეთ რა, მე მიყვარს ხალხი და თუ შეიძლება ერთი კომენტარი ვნახე და თუ შეიძლება გაუშვათ ეს კომენტარიც ამაზე მინდა, ესე იგი ამ კაცისგან ჯერ არ მომისმენია ქრისტე განემარტოს, ქრისტეს სწავლება ან სახარება ან ბიბლია 50 წელი კაცმა იფოფინა პატრიარქად ისე რომ ბიბლია არ განომარტია სიტყვა ქრისტე არ მომისმენია მე ამ კაცისგან თვითონ იყო განმარტება ამ ყველაფრის და რაღა უნდა განემარტა ესე იგი თვითონ იყო მაგალითი ამისი თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი და როგორ უნდა მიემსგავსო ქრისტეს ეს ხო არ იყო რომ რაღაც თეოლოგი ვიღაცა რომ განმარტებები დაეწყვა არ ვიცი თუ შეიძლება ეს რა არის ეხლა ეს აშკარად სისრულია თან როგორი იმიტომ რომ პატრიარქმა დაიწყო პირველი საგამანათლებლო დიდი სამუშაოები და დაასრულა ეხლა დავით აღმაშენებელი რითი არის მოყვებიან ხოლმე დიდგორის ომისა მაგრამ ბოლოში ამთავრებენ რომ იყალთოს აკადემია გელათის აკადემია ეს სემინარიები და აკადემიები სად იყო საერთოდ არ იყო 50 კაცი ყავდა ისიც 50 კაციდან სამღვდელოებიდან ნახევარზე მეტი რა და როგორ და ეკლესიები ასე ვთქვათ კიდევ 5-6 ქალაქში და კიდევ რამოდენიმე თვითონ მთლიან სრულიად საქართველოში ისე რომ პატრიარქის ძალიან დიდი და ეხლა მე მოგეტყვით მე თქვენ ყოველ წელს კალენდარს ოდესაც აკეთებდა პატრიარქი სახარების პირველი გამოცემები კომუნისტებისთვის რაც აკრძალული იყო ათეიზმის შემდეგ ლიტერატურას ეხლა მე ერთრემ გეტყვით აი ივანე ოქროპირის განმარტება ჩვენ ერთი ტომი რო გამოვიდოდა ხო მეორე ტომს ველოდებოდით 2 წლის ესე არ იყო გაფუფუნებული დღეს ლიტერატურა არ არსებობს ჩვენ ძალიან ბევრი რამე დაგვირბიეს ცარიზმმა მოყოლებული ასე ვთქვათ დავით გარეჯის საცავიდან დამთავრებული ძალიან დიდი საცავები გაიტანეს და ჩვენ ხშირად ქართულიდან ნათარგმნი რუსული რომ არის მე რუსულიდან თარგმნით ისევ ქართულად იმიტომ რომ ბერძნულიდან აბსოლუტურად თუ კი რამე დიდი წმინდა მამის სათარგმნი იყო ბასილი დიდის ივანე ოქროპირის დამასკელის ეს სწავლებები ყველა აბსოლუტურად თაწმინდებმა გადმოგვითარგმნეს ჩვენ არსენ იყალთოელმა დიდი შურის კანონით დაგვირგვინა ის შემდეგ რუსურბნისის კრების ასე ვთქვათ დაგვირგვინება მოხდა იმიტომ რომ იქამდე ზუსტად წესგანგებულებება არ იყო რომ ქართველებისთვის ასე ვთქვათ ცუდომატი ყოფილიყო ბერძნულად ფლობდნენ აკაიკა ადამიანები მაგრამ ეს მთლიანად საერთაშორისო ენა არ იყო დიდი შურის კანონი და პატრიარქმა 77 წლის შემდეგ სადაც აბსოლუტურად სახარებაც კი არ იყო როგორც ესეთი არ იყიდებოდა ხო ძველ ქართულიდან მოყოლებული მცხეთური ხელნაწერები მეცნიერებთან დაახლოება ამისი ყველაფერი აღზევება დღეს ახლა რო შეხვიდეთ გინას ალილოში გინა ნებისმიერ ლევისელიძის მაღაზიაში არ არსებობს წმინდანი რომ უდიდესი ტომები არ ელაგოს დამთავრებული ეგნატე ბრიანშანინოვით იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეს განათლება თვითონ ამ განათლების თვითონ სათავეში ედგა